ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა ტიპის ბიოლოგიურ სისტემებზე, შეიძლება ითქვას, თუ როგორ ხდება, როგორ შეიძლება რომ წარიმართოს რეაქციები, როგორია სპონტანური რეაქციები, როგორია არასპონტანური რეაქციები. შემდგომში დავახასიათეთ არე თვითონ, როგორი შეიძლება იყოს არე, რა მახასიათებლები შეიძლება ჰქონდეს მას, კონკრეტულად ვისაუბრეთ წყალბადიოთა კონცენტრაციის უარყოფით ათობით ლოგარითმზე და ასევე ვისაუბრეთ აი ამ არეში, ან ამ არეზე, ამ pH-ზე რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ამა თუ იმ მოლეკულებს, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენენ სუსტ მჟავებს და სუსტ ფუძეებს და რა ფორმით არიან ისინი წარმოდგენილნი და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს pH მათზე. ასევე განვიხილეთ პირველი ჯგუფი მაკრომოლეკულებისა, რომლებიც არიან ფცილები, მათი აგებულება, ამინომჟავური შემადგენლობა, ამ ამინომჟავების თვისებები, ფუნქციები, ისეთი ამინომჟავები, რომლებიც არ შედიან ცილების შემადგენლობაში და ასე შემდეგ და მე მინდა ჩვენ პირველი ლექციიდან ვისაუბრეთ ასევე ბუფერულ სისტემებზე. და ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აი უჯრედული მეტაბოლიზმის შედეგად და თქვენ ეს ყოლიდანაც კარგად მოგეხსენებათ, წვის პროცესი აწარმოებს ნახშირორჟანგის გამოყოფას ცხოველურ ორგანიზმებში განსაკუთრებით და ბაქტერიებში თავის. მაგრამ ეს ნახშირორჟანგი, როდესაც გადადის სისხლში, ხომ, აი ადამიანის მაგალითი რო განვიხილოთ ან სხვა ისეთი ცხოველური ორგანიზმები, სადაც სისხლის მიმოქცევის სისტემა გვაქვს, სისხლში ეს ნახშირორჟანგი შეიძლება განაწილდეს სამ ადგილას, ორ ადგილას უпростоრად. ერთი არის პლაზმა, სისხლის პლაზმა, მეორე არის ერითროციტები. და აი ერითროციტებსა და პლაზმაში ხდება რეაქციები, რომლებიც პირველი წარმოქმნიან ნახშირმჟავას, აი ეს რეაქცია, როგორც ერთი და იგივე რეაქცია მიმდინარეობს ერთი პლაზმაში და მეორე ერითროციტში და მეორეა, როდესაც ნახშირორჟანგი უკავშირდება, რომელიც რეალურად შეუღლებულია აი ამ რეაქციასთან, ხომ, ხდება ჰემოგლობინის პროტონიზაცია და პროტონიზირებული, ანუ დეოქსი ჰემოგლობინი იკავშირებს ნახშირორჟანგს და წარმოიქმნება კარბამინო ჰემოგლობინი. ეხლა ეს არის ორი თხევადი სივრცე, უჯრედგარე სივრცე და უჯრედშიდა სივრცე. სადაც თქვენ ხედავთ, რომ ერთი და იგივე ტიპის რეაქცია მიმდინარეობს. ეხლა რა არის განსხვავება ამ რეაქციებს შორის? აი ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რომ აი ნახშირორჟანგი რო გადმოვიდა და თუ ამ რეაქციაში მონაწილეობს, ხომ, რატომ შედის ერითროციტში? რა იწვევს ამას, აი ამ შესვლას, ხომ? და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ამის მიზეზი იყო ამ რეაქციის განსხვავებულობა, რომ ამ რეაქციაში მონაწილეობს ესეთი ცილოვანი ნაერთი, რომელსაც კარბოანჰიდრაზა ეწოდება, რომელიც ამ რეაქციას წარმართავს სწრაფად. და რადგანაც ეს რეაქცია მიმდინარეობს სწრაფად, ამიტომაც ნახშირორჟანგის ერითროციტში გამოყენება უფრო ეფექტური პროცესია. ანუ მისი თავისუფალი კონცენტრაცია უფრო და უფრო მცირდება, ვიდრე გარეთ. ამიტომაც აი რომ ნახშირორჟანგის დაახლოებით 70% სწორედ ამ რეაქციაში ერთვება. ხოლო აი ხედავთ, მხოლოდ 10% არის ჩართული პლაზმაში მიმდინარე რეაქციაში. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. ეხლა რა არის ეს კარბოანჰიდრაზა, როგორ აკეთებს ამას, რატომ აკეთებს ამას, ანუ რა არის განსხვავება ამ მოლეკულასთან მიმართებაში. ცილების კლასიფიკაციაზე საუბრისას ჩვენ ვთქვით, რომ ცილების კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს მათი ფუნქციის და მიხედვით. თქვენ იცით უკვე ცილების ფუნქციები და ერთ-ერთი ფუნქცია არის მათი ფერმენტული ფუნქცია, ანუ კატალიზური ფუნქცია. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ რომ მოახდინონ რეაქციების დაჩქერება. ფერმენტები, ესენი არიან ცილები, რომელთაც ენზიმებს უწოდებენ. ანუ ისინი არიან ბიოკატალიზატორები. ეხლა თვითონ სიტყვა კატალიზატორი ნიშნავს ამაჩქარებას, რომ იცოდეთ. ანუ მოლეკულა ეს კატალიზატორი ამაჩქარებელია. ხოლო კატალიზი ეს არის თვითონ რეაქცია, ანუ აჩქარების რეაქცია. ეს არის კატალიზი, აჩქარება თვითონ, ხო? ფერმენტი და ესე იგი რას აკეთებენ? ხა რატომ ვქვიათ ფერმენტებს ენზიმები? ხომ ეს სინონიმებია. ზოგადად, როდესაც პირველად იქნა აღმოჩენილი ეს ცილები,
ცილები, რომელთაც შეუძლიათ ფერმენტაციის რეაქცია წარმართონ, ეს მოხდა საფუარა სოკოს დაკვირვებით, საფუარა სოკომ, რომელმაც მოახდინა გლუკოზის დაშლა. და აი ეს იყო ის ფერმენტაციის დაშლის რეაქცია და იქ დუღილი წავიდა იმ შემთხვევაში. და რადგან მეცნიერმა რომელმაც ეს შეისწავლა, მათ უწოდა ენზიმები. იმიტომ რომ ზაიმე გერმანულად ნიშნავს ზუსტად საფუარა სოკოს და ენზაიმე ნიშნავს საფუარა სოკოში. აი ეს ტერმინი ენზიმი ზუსტად აქედან მომდინარეობს. ანუ ფერმენტები, ენზიმები, ეს იგივე ბიოკატალიზატორებია. ბიოკატალიზატორები რატომ? იმიტომ რომ ისინი არიან ცოცხალ სისტემაში და არიან თან კატალიზატორები. არსებობს კიდევ მეორე ჯგუფი ბიოკატალიზატორების, მათ რიბოზიმები ეწოდებათ. ესენი არიან რიბონუკლეინის მჟავები, ანუ RNA-ი, რომელსაც აქვს კატალიზატორული ფუნქცია. ამას როდესაც ვისწავლით ჩვენ ნუკლეინის მჟავებს, მაშინ განვიხილავთ. ეხლა, რა შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ ფერმენტებთან დაკავშირებით? ფერმენტები, აი თქვენ გაქვთ შედარება არაორგანულ კატალიზატორებთან, მაგრამ ჩვენ ახლა მხოლოდ ბიოკატალიზატორებზე გავაკეთებთ ფოკუსირებას. ფერმენტები ახდენენ რეაქციის დაჩქარებას ძალიან მაღალი ხარისხით. ანუ ეს არის სადღაც მილიონჯერ შეიძლება დააჩქაროს ფერმენტთა რეაქციის რეაქცია. ანუ ეს ნიშნავს, რა არის რეაქციის სიჩქარე თავისთავად, ამას ჩვენ მერეც მომავალში შევეხებით. რეაქციის სიჩქარე ეს არის რამდენად ეფექტურად ხდება პროდუქტის წარმოქმნა. აი, როდესაც ჩვენ გვაქვს მანქანის სიჩქარე, ეს რა არის? რამდენად სწრაფად გადაადგილდება, ვთქვათ, ეს მანქანა A წერტილიდან B წერტილამდე, ხომ? და ეს არის დროის ერთეულში, რა თქმა უნდა. და ფერმენტისათვის სიჩქარე ეს არის რამდენად სწრაფად ხდება პროდუქტის წარმოქმნა დროის ერთეულში. ეხლა მეორე რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფერმენტების მიმართებაში, ეს არის რომ ისინი არიან ძალიან სპეციფიურები. ანუ უმეტესობა ფერმენტების უმეტესობა, არა ყველა, მაგრამ უმრავლესობა არის ძალიან სპეციფიური. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი აკატალიზებენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტიპის რეაქციას. და ისინი აკატალიზებენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტიპის სუბსტრატის გარდაქმნას მეორე ტიპის სუბსტრატით. არის ამისი გამონაკლისებიც, რომლებიც იყენებენ რამოდენიმე სუბსტრატს, მაგრამ უმეტესი ფერმენტებს მხოლოდ ერთი სუბსტრატი გააჩნიათ. არსებობენ ფერმენტები, რომლებიც აკატალიზებენ შექცევად რეაქციებსაც. აი თქვენ გაქვთ იქ აღნიშნული, რომ ფერმენტები არიან კატალიზატორები, რომლებიც აკატალიზებენ თერმოდინამიკულად შესაძლო რეაქციებს მხოლოდ. ეხლა მე ვფიქრობ, თქვენთვის ეს უკვე გასაგები უნდა იყოს. ეს რას ნიშნავს? რომ ფერმენტი არ აკატალიზებს არასპონტანურ რეაქციას, ის ან აკატალიზებს სპონტანურ რეაქციას, ან ის ან აჩქარებს ისეთ რეაქციას, რომლის წარმართვა შესაძლებელია და მეორეს მხრივ ფერმენტი აკატალიზებს ისეთ რეაქციას, არასპონტანურ რეაქციას, რომელთანაც ჩვენ გვქონდა თერმოდინამიკაში ამისი თერმოდინამიკის განხილვისას ამას ჩვენ შევეხეთ, როდესაც არის შეუღლებული რეაქციები. ანუ ფერმენტები აკეთებენ წარმართავენ სპონტანურ რეაქციებს, რომლებიც არიან ეგზერგონული რეაქციები და აუღლებენ მათ ენდერგონულ რეაქციებთან და ასე ახდენენ ენდერგონული რეაქციების წარმართვას, რომლებიც ძალიან დიდი პროცენტია უჯრედული მეტაბოლიზმის. ეხლა, ფერმენტები რადგანაც არიან ცილები თავისთავად, ისინი მუშაობენ კონკრეტულ საზღვარში. ხო, ცილებთან დაკავშირებით დამავის და აღმენიშნა და ამას ძალიან ხსოვთ მიაქციეთ ყურადღება. ცილებთ ახასიათებს დენატურაცია და რენატურაცია. ეს თქვენ მოგეხსენებათ ისედაც, ხომ? რომ ესე იგი მაღალი ტემპერატურის, სხვადასხვა გარემო ფაქტორების გნებავთ pH-ი, გნებავთ რადიაცია და ასე შემდეგ გავლენით შეიძლება ცილები დაიშალოს. ანუ დენატურაცია ეს არის თვითონ შეიძლება ითქვას დაშლა, მაგრამ იშლება რა მესამეული სტრუქტურა, მეოთხეული სტრუქტურა, მეორეული სტრუქტურა, მაგრამ თუ ზემოქმედება არის ძალიან ისეთი ხისტი, ძალიან ძლიერი, მაშინ შეიძლება პირველი სტრუქტურას დაიშალოს. თუ პირველადი სტრუქტურა დაიშალა, მაშინ ჩვენ უკუგზა რენატურაცია არ აგვაქვს. მაგრამ თუ პირველადი სტრუქტურა შენარჩუნებულია, მაშინ არსებობს პოტენციალი ისევ რენატურაციის, ანუ ისევ ჩახვევის მეორეულ, მესამეულ და მეოთხეულ სტრუქტურებად. ეხლა, შესაბამისად ფერმენტების მსგავსად ცილებისა კონკრეტული პირობების განმავლობაში მუშაობენ. ანუ რა არის, ტემპერატურა უნდა ჰქონდეთ,
pH-ი უნდა იყოს შესაბამისი, ანუ მათ აქვს კონკრეტული ოპტიმალური პირობები, შეიძლება ასე ითქვას. ამ ოპტიმალურ პირობებზე მათი აქტივობანი მაქსიმალური. აი ამ წერტილის მარჯვნივ და მარცხნივ მათი აქტივობა იცვლება, მცირდება და შეიძლება მთლიანად მოხდეს ინაქტივაცია. და მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის ფერმენტებთან დაკავშირებით არის რომ ფერმენტები შესაძლებელია ზოგიერთი მათგანი რეგულირდებოდეს. ეხლა ამას რა მნიშვნელობა აქვს? ნახეთ, ჩვენ მივიღებთ თქვათ გლუკოზა, შაქარი. ეხლა ეს გლუკოზა ენერგიის სახით იქნება მისი გამოყენება, ანუ ენერგიის წარმოსაქმნელად გამოიყენება, დასამარაგებლად გამოიყენება. გარდა იქნება ის სხვა ორგანულ ნაერთებად, როგორიც არის მაგალითად ცხიმები, როგორიც არის ამინომჟავები და ასე შემდეგ. თუ როგორი იქნება მისი გამოყენება, ეს მთლიანად არის დამოკიდებული ზუსტად რეგულაციის მექანიზმზე. ანუ კონკრეტული ფერმენტები მეტაბოლურ გზებში რეგულირდებიან და ეს ამ ფერმენტებს ხშირად ამ ეტაპებს, რომელშიც ეს ფერმენტები მონაწილეობენ, მალიმიტირებელ რეაქციებსაც უწოდებენ, იმიტომ რომ თუ ისინი გამორთულნი არიან, ანუ არ არიან აქტიურები, მაშინ ეს რეაქცია არ მიმდინარეობს. როდესაც ეს ჩაირთვება, მაშინ ის რეაქცია მიმდინარეობს და მეორე უფრო დაბალი ეფექტურობით მიმდინარეობს. აი ეს რეგულაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბიოქიმიის კუთხით, როდესაც თქვენ მეტაბოლი შეისწავლით, ეს მთავარი ის კი არ არის, რომ აი ეს რეაქცია, აი ეს აქედან ეს წარმოიქმნება, იქიდან ის. ეს აუცილებელი, ეს არის ფუნდამენტური ცოდნა. მაგრამ ამას გარდა რატომ მიდის ეს რეაქცია და როდის მიდის ეს რეაქცია, რა განაპირობებს ამ რეაქციის წარმართვას, აი ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი. ეხლა ფერმენტების კლასიფიკაცია, რა თქმა უნდა, არსებობს მსგავსად ცილებისა რთული და მარტივი ფერმენტები. მაგრამ არსებობს კიდევ კლასიფიკაცია მათი მოქმედების და მიხედვით. ფერმენტების კლასიფიკაცია მოქმედების და მიხედვით ფერმენტები იყოფიან ძირითად 6 კლასად, მაგრამ თანამედროვე ლიტერატურაში თქვენ უკვე შეხვდებით მე-7 კლასსაც, რომელსაც ტრანსლოკაზები ეწოდება. ეხლა რა არის ეს დასახელებები თვითონ, ხო? აი დასახელებები გვეუბნება ინფორმაციას, რა ტიპის რეაქციის მაკატალიზებელია ესა თუ ის ფერმენტი. და ეს არის პირველი კლასი, ესენი არიან კლასები, ეოქსიდო რედუქტაზები, რომლებიც აკატალიზებენ ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს. მეორე კლასი ეს არის ტრანსფერაზები, რომლებიც აკატალიზებენ ფუნქციური ჯგუფების გადაადგილებას ერთი მოლეკულიდან, ანუ მოლეკულად შორის ჯგუფების მიმოცვლას აკატალიზებენ რეალურად. ტრანსფერაზებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქვეკლასი ტრანსფერაზების ესენი არიან კინაზები, რომლებიც ახდენენ ATF-დან ფოსფორმჟავას ნაშთის გადატანას მათ სუბსტრატზე და ფოსფორილირებას შესაბამისად. და არსებობს მეორე ესეთი კლასი ფერმენტებისა, იზომერაზები, რომლებიც ახდენენ ფუნქციური ჯგუფების გადაადგილებას როგორც მოლეკულის შიგნით. ანუ შიდა მოლეკულურ გადაადგილებას ახორციელებენ და წარმოქმნიან იზომერებს. ხომ იზომერები ეს რა არის? როდესაც მათი შემადგენლობა არის თანაბარი, ერთნაირი, მაგრამ განსხვავდება მათი განლაგება თვითონ, ხომ? აი ეს. ეხლა იზოფერმენტებიც არსებობს. იზოფერმენტები ეს უკვე სხვა მომენტია. იზოფერმენტები არის, როდესაც ისინი აკატალიზებენ მსგავს რეაქციას, მაგრამ მათი ზოგჯერ მიმართულებაა განსხვავებული და ზოგჯერ, ვთქვათ, ამინომჟავური შემადგენლობით ისინი განსხვავდებიან. კიდევ მესამე ჯგუფი, ეს არის მესამე კლასი, ეს არის ჰიდროლაზები, მეოთხე ლიაზები. ჰიდროლაზების და ლიაზებით ეს დამშრელი ფერმენტებია. ანუ ესენი არიან ფერმენტები, რომლებიც ხლეჩენ უმეტეს შემთხვევაში კოვალენტურ ბმებს, მაგრამ ჰიდროლაზები ამას აკეთებენ ჰიდროლიზის გზით, ანუ წყლის მიერთების ხარჯზე. ანუ წყლის მიერთების ხარჯზე ახდენენ კოვალენტური ბმების გახრეჩას. ხოლო ლიაზები ახდენენ ამ ბმების გახრეჩას არაჰიდროლიზურად, ანუ სხვა ტიპის ენერგიას გამოიყენებენ, რომ ეს ბმა გაიხლიჩოს. თუ ლიაზების მიერ კატალიზებული რეაქციის შედეგად ხდება გარკვეული მოლეკულის წარმოქმნა, ანუ როდესაც ლიაზები ახდენენ თავისივე შებრუნებული რეაქციის წარმართვას და ამის შედეგად წარმოიქმნება გარკვეული ნაერთი, ამას უწოდებენ სინთაზებს. ანუ ლიაზები არიან დამშრელი ფერმენტები, თუმცა მათი კონკრეტული ქვეკლასი წარმოადგენს სინთაზებს,
რომელიც ახდენს არა ესე ვთქვათ ATF-ის ენერგიის გამოყენების გარეშე კონკრეტული მოლეკულების სინთეზს. ლიგაზები მე-6 კლასი, ესენი არიან ეგრეთ წოდებული სინთეტაზები, რომლებიც ATF-ის ენერგიის გამოყენებით ახდენენ მოლეკულების დაკავშირებას. ანუ ლიგაზები არ იყენებენ ATF-ის ენერგიას და მათ უწოდებენ სინთეზებს და ლიგაზები ახდენენ ATF-ის გამოყენებას იმისათვის, რომ ორი მოლეკულა შორის წარმოიქმნას კოვალენტური ბმა და მათ სინთეტაზები ეწოდებათ. ეხლა ტრანსლოკაზები რაც შეეხება ხო მე-7 ჯგუფი, მე-7 კლასი. ესენი არიან მემბრანული ფერმენტები, მემბრანული ცილები, რომელთაც ფერმენტული ბუნება აქვთ და ისინი ახდენენ კონკრეტული ნაერთების გადაადგილებას, ტრანსპორტირებას მემბრანაში, ანუ უჯრედს შორის სივრცესა და უჯრედის შიგთავს შორის ტრანსპორტირებას ახორციელებენ და ისინი მიაკუთვნეს თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ფერმენტების კლასებს. ეხლა დასახელება. არსებობს ეგრეთ წოდებული, ანუ ნომენკლატურა, ხო? ეგრეთ წოდებული ტრივიალური დასახელებები. ტრივიალური დასახელება არის ისეთი სახელწოდებები, რომლებიც არ გვაძლევს ჩვენ არანაირ ინფორმაციას. აი მაგალითად პეპსინი, უჯის ფერმენტი, მაგალითად ტრიფსინი, ქიმოტრიფსინი, ანუ ისინი ძირითადად არიან ფერმენტები, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემაში მუშაობენ, უმეტესად ამ ფერმენტებს უწოდებენ ხო? და მათ სახელს არანაირი კავშირი არ აქვს მათ ფუნქციასთან. ეს უბრალოდ უნდა დაიმახსოვროს. მაგრამ არსებობს მეორე, ეგრეთ წოდებული სისტემატიკური დასახელება. სისტემატიკური დასახელება შეიძლება ორნაირად წარმოსდგეს. პირველი, ეს არის ერთი დასახელების ფორმატი არის, როდესაც სუბსტრატს დაუკავშირებთ რეაქციის ტიპს და დაუკავშირებთ ასას. აი მაგალითად მალატ დეჰიდროგენაზა. ეს არის ფერმენტი, რომელიც მალატს აცილებს წყალბადს და წარმოქმნის შესაბამისად ისეთ ნაერთს, რომელშიც ორი წყალბადით ნაკლებია. ამას და ოქსალოაცეტატი ქვია ასეთ ნაერთს. ამას შემდგომში მეტაბოლიზმის დროს ისწავლებ. მაგრამ თავარი არის ახმარისი, რომ თუ შენ იცი რა რეაქცია მიმდინარეობს, რა არის სუბსტრატი ამ რეაქციის და რა ტიპის რეაქცია მიდის, შეგიძლია ფერმენტის სახელი თქვა. და თუ იცი რა ქვია ფერმენტს, შეგიძლია ივარაუდო რა რეაქცია მიმდინარეობს. ესე იგი, ყოველთვის ფერმენტები მთავრდება აზა დაბოლოებით. მეორე დასახელება, ეს არის ეგრეთ წოდებული ესეთი საერთაშორისო კომისიის მიერ მინიჭებული ES კოდები, EC კოდები, რომელიც 4 ციფრს მოიცავს. ეს არის ვთქვათ 1.1.1.1, სადაც 1 ეს არის კლასი, მეორე 1 არის ქვეკლასი, მესამე 1 არის ქვეკლასი, მეოთხე არის ქვეკლასი, რაც არის რეალურად ფერმენტი კონკრეტული. ეხლა აი ამიტომაც ნახეთ, რადგანაც თანამედროვე ნომენკლატურაში თქვენ როდესაც ფერმენტს ეძებთ, იქ აუცილებლად ის 4 ნიშნა ციფრით არის ხოლმე გამოხატული და იზოფერმენტების ხშირად განსხვავდებიანებით. ამიტომაც აუცილებელია რომ ფერმენტების კლასებს როდესაც ვასახელებთ, ვიცოდეთ რომელ კლასს მიეკუთვნება, გასაგებია. რომ მესამე კლასი აუცილებლად ჰიდროლაზები არიან, მეორე ტრანსფერაზები, მეხუთე იზომერაზები, მეექვსე ლიგაზები, მეოთხე ისინი რა ქვია ლიაზები, პირველი აუცილებლად ოქსიდორედუქტაზები. ანუ კლასების ჩამოთვლის დროს ეს მნიშვნელობა ის კი არა რომ შენ საიდანაც კიდე იქიდან დაიწყო, არამედ უნდა იცოდე რომელია პირველი კლასი, მეორე, მესამე, რატომ? იმიტომ რომ როდესაც დაგჭირდება და აუცილებლად დაგჭირდებათ, იმიტომ რომ არ არსებობს მეტაბოლური პროცესი თითქმის 98% ალბათ 99% უჯრედული მეტაბოლიზმის ან უჯრედული რეაქციებისა არის ფერმენტული რეაქციები. არის ცილებთან დაკავშირებული რეაქციები, რომელთაც აქვს თავისი კონკრეტული ფერმენტი და თქვენ რომელ სპეციალობაში საუნდათ წახვიდეთ, მოგიწევთ ფერმენტებთან შეხება. და თანამედროვე დასახელება აუცილებელია, იმიტომ რომ მოგიწევს თქვათ სტატიის დაწერა, მოგიწევს შეკვეთა ამ ფერმენტის, მოგიწევს დახასიათება და მოძებნა, წაკითხვა ამასთან დაკავშირებით და ეს კიდევ არის უმეტესად აი ამ კოდების საშუალებით მოცემული. აი ეს მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ რომელი კლასი რას გამოხატავს, რომელი კლასის ნუმერაცია რას გამოხატავს. ეხლა რამე შეკითხვები ხომ არა გვაქვს?
მე ახლა ვერ ხედავთ და თუ შეკითხვები გაქვთ? არაფერი ჯოჯორავთ. არა. კარგით. ეხლა ფერმენტი, იმიტომ გამოვყავით ჩვენ ფერმენტებს, საერთოდ ეს დაიმახსოვრეთ. რაც ფერმენტებისთვის არის დამახასიათებელი, ესე იგი, როგორც ჩვენ ვახასიათებთ ფერმენტებს, ეს ხშირად სხვა ცილებისთვისაც არის მსგავსი. ოღონდ აქ განსხვავება არის პროდუქტში. ფერმენტი წარმოქმნის პროდუქტს, ვთქვათ, ჰემოგლობინი ახდენს ჟანგბადის ტრანსპორტირებას. ანუ გასთაცვლას, ხომ? ვთქვათ, მიოგლობინის ამაში. აი ესეთი ტიპის არის, ანუ რაც ფერმენტებისთვის მართალია, ცილებისთვისაც, რა თქმა უნდა, ან ცილებისთვის რაც არის მართალი, ფერმენტებისთვის ხშირად მართალია. ეხლა, ფერმენტი გამოვყავით, იმიტომ რომ ფერმენტი ახორციელებს ფერმენტულ რეაქციას. ფერმენტული რეაქცია არის აი ესეთი მარტივი რეაქცია, სადაც ფერმენტი, ანუ ანუ ენზიმი, იკავშირებს სუბსტრატს, წარმოიქმნება ფერმენტ-სუბსტრატული კომპლექსი, აი ეს არის უმნიშვნელოვანესი ადგილი, რადგანაც ფერმენტ-სუბსტრატული კომპლექსი შეიძლება დისოცირდეს უკან, ანუ სუბსტრატი არ გარდაიქმნას და გამოიყოს და შეიძლება პირიქით გარდაიქმნას პროდუქტად. ანუ ეს გვაკუთხედია. ეს ვთქვათ, ანუ სამი ეტაპია. პირველი, ფერმენტი და სუბსტრატის დაკავშირება და ფერმენტ-სუბსტრატული კომპლექსის წარმოქმნა. მეორე, ეს არის ფერმენტ-სუბსტრატულ კომპლექსში სუბსტრატის გარდაქმნა, მისი გარდაქმნა გარკვეულ პროდუქტად შეიძლება ითქვას და მესამე ეტაპი არის ფერმენტისა და პროდუქტის გამოყოფა. ეხლა თქვენ ამ რეაქციას თუ დააკვირდებით, ხომ, შეგვიძლია თავისუფლად დავასკვნათ, რომ ფერმენტი რეაქციაში შედის და რეაქციიდან გამოდის უვნებელი, ანუ მოდიფიკაციის გარეშე. შესაბამისად, აი ფერმენტები არიან კატალიზატორები, რომლებიც უმეტესობა 1-2 გამონაკლისის გარდა არიან, რომლებიც შედიან რეაქციაში, მონაწილეობენ მასში, გარდაქმნიან სუბსტრატს პროდუქტად, მაგრამ თვითონ არ იცვლებიან. ეს რა თქმა უნდა არ არის აბსოლუტური. დროთა განმავლობაში ფერმენტებიც ბერდებიან. ესე ვთქვათ, ფერმენტებიც ესე ვთქვათ, ბლაგდებიან შეიძლება ითქვას. მაგრამ აქ ქიმიური რეაქციები მიდის. შეიძლება გარკვეული პროცესები თვითონ ფერმენტში აღიძრას და ძალიან ბევრი ფერმენტი განიცდის შემდგომში ცვლილებას. ანუ რას ნიშნავს? რომ ეს ფერმენტი ინაქტივირებულია, აღარ მუშაობს და მოხდება მისი დაშლა ისევ ამინომჟავებად, მაგრამ სამაგიეროდ ორგანიზმს აქვს იმის უნარი, უჯრედს აქვს იმის უნარი, რომ თავიდან წარმოქმნას ეს ფერმენტები. ანუ ესე იგი, წარმოქმნის პროცესი უჯრედში უმეტესწილად ძალიან ეფექტურად ხდება, ძალიან მაღალი ხარისხით ხდება. ანუ ეს ფერმენტი მუდმივად ერთი ფერმენტი არ არის მთელი სისტემის განმავლობაში. ანუ ფერმენტებსაც ახასიათებს ცვლილება, რაც კავშირშია უჯრედულ პლასტიურობასთან, ამას უწოდებენ პლასტიურობას. ეხლა, ფერმენტი ახორციელებს სუბსტრატის გარდაქმნას. ჩვენ ვთქვით, რომ ფერმენტს უკავშირდება სუბსტრატი, ეს გარდაიქმნება პროდუქტად. ეხლა, ეს რა თქმა უნდა არ ხდება ყველგან. მე მინდა გაგახსენოთ თქვენ ცილის მესამეული სტრუქტურა. მინდა გაგახსენოთ ცილა ჰემოგლობინი მაგალითად, რომელსაც აქვს ჰემის ჯგუფი, სადაც უკავშირდება ჟანგბადი. ანუ ეს ჟანგბადი ყველგან კი არ უკავშირდება ჰემოგლობინს, არამედ კონკრეტულ ადგილას, სადაც არის ჰემის ჯგუფი. და ეს ჰემის ჯგუფი მონაწილეობს ამ მეტალოპროტეინში, ჰემის ჯგუფი მონაწილეობს ჟანგბადის დაკავშირებაში, მაგრამ თვითონ ცილოვანი ნაწილი, ანუ აპოპროტეინი, აი ეს ცილოვანი ნაწილი, ჰისტიდინის ამინონაშთები, ან ასპარტატის და ფენილალანინის ამინონაშთები ხელს უწყობენ ამ პროცესს თვითონ. ეხლა, ამიტომაც აი ამ ადგილს, სადაც ხდება სუბსტრატის დაკავშირება ფერმენტში, უწოდებენ აქტიურ ცენტრს. ანუ ეს არის რაღაცა უბანი. აი, გახსოვთ, როდესაც ვსაუბრობთ მესამეული სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, ვთქვით, რომ მესამეული სტრუქტურა ეს არის სივრცული სტრუქტურა, რას ნიშნავს? რომ მესამეულ სტრუქტურას აქვს რაღაცა ფორმა, კონფორმაცია. ანუ მას აქვს ამინომჟავები განლაგდებიან იმდაგვარად, რომ მასზე გამოიყოფა გარკვეული რეგიონები, გარკვეული ჯიბეები, გარკვეული უბნები და აი ამ უბნებიდან ერთ-ერთი ხანდახან რამოდენიმე არის ფერმენტული ფუნქციით აღჭურვილი. ანუ ის არის აქტიური ცენტრი და ზუსტად მისი მოქმედებით არის ეს ცილა ფერმენტი. აი აქტიურ ცენტრში მაგალითად ძირითად შემთხვევაში აქტიურ ცენტრში არიან ხოლმე პოლარული რადიკალის შემცველი ამინომჟავები. რატომ? იმიტომ რომ
იმიტომ რომ აქტიური ცენტრი არის გარეთ. ანუ ეს დაფარული ხო არ იქნება, ეს არის გარეთ. ანუ გარეთ როგორ? ანუ ექსპოზირებულია გარე სივრცისაკენ. გარე სივრცე უმეტეს შემთხვევაში არის თხევადი გარემო. და ჩვენ ვიცით რომ მესამეული სტრუქტურა რას ნიშნავს? რომ მესამეულ სტრუქტურაში ერთ-ერთი წამყვანი ძალა ეს არის ჰიდროფობული ურთიერთქმედება. და ჰიდროფობული ურთიერთქმედება ნიშნავს რომ თხევად გარემოში, ანუ პოლარულ გარემოში არაპოლარული რადიკალები ექცევიან მოლეკულის შიგნით და პოლარული რადიკალები ექცევიან გარეთ. ამინომჟავების რადიკალები. ამიტომაც რა თქმა უნდა აქტიურ ცენტრში უმეტესად იქნება არაპოლარული რადიკალები. ეს ერთი, მეორე. კარგით, პოლარული რადიკალები არის აქ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს აქ პოლარული რადიკალების არსებობას? რა არის პოლარული რადიკალი? პოლარული რადიკალი არის ის, რომელსაც აქვს მუხტი, რომელსაც შეუძლია წყალბადური მის წარმოქმნა და რომელსაც შეუძლია ჟანგვა-აღდგენით რეაქციაში მოეწოვა, რაც ნიშნავს წყალბადის მიღება ხანდახან და გაცემა. აი მაგალითისათვის აქ არის ამინომჟავები სერინი, ჰისტიდინი და ასპარტატი. რა არის მათი თვისებები? სერინი ეს არის პოლარული ნეიტრალური ამინომჟავა, რომელსაც აქვს წყალბადი და მას შეუძლია წყალბადური მის წარმოქმნა. ჰისტიდინი ეს არის ამინომჟავა, რომლის რადიკალშიც არის ესეთი იმიდაზოლის ბირთვი, რომლის აზოტსაც შეუძლია წყალბადის მიერთება თავისი პკ მაჩვენებლის გამო ნეიტრალურ, ანუ ფიზიოლოგიურ pH-ს და ასპარტატი ეს არის უარყოფითად დამუხტული ამინომჟავა, იმიტომ რომ მას აქვს რადიკალში დამატებით კარბოქსილის ჯგუფი, რომლის პკ მაჩვენებელი არის ბევრად დაბალი ვიდრე ფიზიოლოგიური ან უჯედული pH-ი, ამიტომაც ის არის უარყოფითად დამუხტული. ანუ აი ნახეთ რა ხდება, როდესაც აქ სუბსტრატი შემოდის, ხო? შემოვიდა აქ სუბსტრატი. მას ხვდება პირველი უარყოფითად დამუხტული ჟანგბადი, წყალბადის აქცეპტორი და წყალბადური მისწარმოქმნელი. ანუ მოლეკულები, რომელთაც შეუძლია დაკავშირება ამ სუბსტრატთან ერთის მხრივ და მეორე მხრივ ამ სუბსტრატის მოდიფიცირება, როგორ? აქცეპტორი წყალბადისა გამოართმევს წყალბადს, ესე იგი ის უკვე ან დაიმუხტება, ყოველ შემთხვევაში გადავა უკვე ფუძე მდგომარეობაში სუბსტრატის ჯგუფი. შესაბამისად, სხვას შეუძლია მიუერთოს, ან შეუძლია სხვას რომ ბმა წარმოქმნას მასთან. აი ასე თანდათანობით ეს რადიკალები, რომლებიც აქტიურ ცენტრში არიან მოთავსებული, მოახდენენ სუბსტრატის გარდაქმნას პროდუქტად. აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ამისათვის აქტიურ ცენტრი ეს ის კი არ არის, რომ ესე ვთქვათ, ეს ამინომჟავები პირველად სტრუქტურაში ერთად არიან მოთავსებული, არამედ მესამეული სტრუქტურა იმიტომაც არის აუცილებელი და იმიტომაც არის ის ფუნქციის შემსრულებელი, რადგანაც ამინომჟავები, რომლებიც საკმაოდ დისტანციურად იყვნენ ერთმანეთთან, თავსდებიან ერთმანეთთან ახლოს და ქმნიან ზუსტად აი ამ აქტიურ უბნებს, რომელთაც გარკვეული ფუნქციის შესრულება შეუძლია. არსებობს ფერმენტები, რომელთაც აქვთ არა მარტო ერთი აქტიური ცენტრი, არამედ რამოდენი. ეს ერთი. მეორე არიან ფერმენტები, რომელთაც აქვს არა მარტო აქტიური ცენტრი, არამედ როგორც გითხარით, აქვთ რეგულატორული უბანი. ანუ უბანი, რომლის მოდიფიცირების შედეგად შეიძლება ამ ცილის რეგულირება, ან ჩართვა, ან გამორთვა. ასეთ ფერმენტებს ალოსტერულ ფერმენტებს უწოდებენ და ამაზე შემდგომ მეცადინეობაზე ვისაუბრებთ. ეხლა როგორც გითხარით, ფერმენტული რეაქციის მიმდინარეობისას გადამწყვეტი მომენტი ეს არის ფერმენტ-სუბსტრატული კომპლექსის წარმოქმნა. ანუ ვთქვით, რომ სუბსტრატი უკავშირდება ფერმენტს აქტიურ centrში, აქ არიან პოლარული ამინომჟავები, რომლებიც იკავშირებენ ამ სუბსტრატს. და ეს დაკავშირება არის სპეციფიური ხშირად. ანუ სპეციფიური ეს ნიშნავს, მათ ურთიერთშეთავსებულობა უნდა ჰქონდეთ. ანუ მათ შორის დაკავშირება, რა თქმა უნდა, ერთი ჯგუფი ყოველთვის შეიძლება მოიწევნოს, რომელიც დაუკავშირდება. მაგრამ ერთი ჯგუფი არ არის საკმარისი. ანუ აქ უნდა იყოს მაქსიმალური ხარისხი დაკავშირების, მაქსიმალური, ესე ვთქვათ, თვისობა, სწრაფვა ერთმანეთის მიმართ, რასაც აფინურობა ეწოდება. ანუ და ეს განპირობებულია იმით, რომ რაც უფრო მეტი ჯგუფ შეიძლება მასთან დაკავშირება და დაკავშირება როგორ არის? სუსტი ქიმიური კავშირებით. რატომ სუსტი? იმიტომ რომ არ იყოს სუსტი, მაშინ მისი გაწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა. ანუ ძლიერი კავშირების გაწყვეტა შეუძლებელი იქნება. თუ ძლიერი კავშირების გაწყვეტა შეუძლებელია, მაშინ ფერმენტული რეაქცია იმდენად ვერ წარიმართებს, იმიტომ რომ რაც არ უნდა შეიძლება ესეთი პროდუქტი ვერ წარმოიქმნება, შემდგომში საერთოდ ეს კომპლექსი ვერ იმუშავებს. ანუ ამას ხშირად ამაზე ვისაუბრებთ შემდგომში ინჰიბირება ეწოდება.
ამიტომაც უნდა იყოს შეთავსებულობა ისეთი, როგორც არის მაგალითად კლიტესა და გასაღებს შორის. ანუ ეს მოდელი აღწერა ესეთმა მეცნიერმა, რომელსაც ფიშერი ეწოდება. ფიშერმა შემოგვთავაზა ეს ეგრეთ წოდებული კლიტე გასაღების მოდელი და მან თქვა, რომ სუბსტრატის ფერმენტის აქტიურ ცენტრს აქვს ხისტი სტრუქტურა და ის პირდაპირ შეთავსებულია სუბსტრატთან, აი როგორც გასაღები კლიტესთან და ასე ჯდება ერთმანეთთან. იმიტომ რომ თქვენ პატარა კბილის რომ არ ქონდეს გასაღებს, ხო? კლიტის შესაბამისი თქვენ გასაღების გაღება, ანუ კლიტის გახსნას ვერ შეძლებთ. აი ეს არის იდეა ფიშერის მოდელის. მაგრამ შემდგომმა კვლევებმა, როდესაც შეისწავლეს უკვე განსაკუთრებით უფრო რთული ფერმენტები, რომლებიც რეგულირებადნი არიან, აჩვენა, რომ ეს მოდელი ყოველთვის არ მუშაობს. ფერმენტის აქტიურ ცენტრს არ აქვს ყოველთვის ესეთი ხისტი ჩამოყალიბებული სტრუქტურა, როგორც თითქოს ჩამოსხმული რო იყოს. რადგანაც ესენი ცილები არიან, ძალიან ლაბილური მოლეკულები არიან, ანუ ძალიან ესე ვთქვათ დინამიური მოლეკულები არიან. და მათ შორის ეს სუსტი კავშირები რო არის ამინომჟავების შორის, ხო, მესამეულ სტრუქტურაში განსაკუთრებით, ეს შეიძლება შეიცვალოს და კონფორმაციული ცვლილებების განცდა შეიძლება. და ამას უწოდეს უკვე ინდუცირებული შესაბამისობის მოდელი. ანუ ეგრეთ წოდებულიო ხელი ხელთათმანის მოდელი. ეს რას ნიშნავს, რომ როგორც თქვენ რო ხელთათმანში რო ჩაყოფთ ხელს და თქვათ მე შემიძლია ჩავყო იგივე ხელთათმანში ხელი და თქვენც, ხო? აი ხელთათმანი იმეორებს ჩვენი ხელის ფორმას. თუ ჩვენ ზომით ვჯდებით, ესე ვთქვათ, მასში შეიძლება დაკავშირება, მაგრამ სანამ ჩვენ ჩავყოფთ ხელს, ხელთათმანის ფორმა უნდა შეიცვალოს თვითონ, ხო? ანუ რას ნიშნავს? ინდუცირებული, თვითონ სიტყვა ინდუცირება, ეს არის სტიმულაცია, გამოწვევა. ინდუცირებული შესაბამისობის მოდელი ნიშნავს რას? რომ სანამ სუბსტრატი დაუკავშირდება აქტიურ ცენტრს არ აქვს ჩამოყალიბებული ფორმა, მაგრამ სუბსტრატის დაკავშირებამდე ხდება მისი ფორმის ცვლილება, ის იღებს ისეთ ფორმას, რომელშიც სუბსტრატი პირდაპირ ერგება და ასე ჯდება სუბსტრატი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ინდუცირებული შესაბამისობის მოდელი, როგორც გითხარით, განსაკუთრებით რეგულირებადი ფერმენტებისათვის არის უნივერსალური, მაგრამ ის თავის თავში მოიცავს ფიშერის მოდელს, ხო? კი, მანამდე არა აქვს ეს ფორმა აქტიურ ცენტრს, მაგრამ როდესაც სტიმულაცია ხდება, შეიცვალა ფორმა ჩარჯდა სუბსტრატი, მაგრამ ეს ჩარჯდომა ხო ისევ პირდაპირ შეთავსებულობის მიხედვით არის. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ორივე მოდელი მუშაობს. ეს ის კი არა, რომ თეორიული მოდელია, ერთი იყო და მე მეორე, ვთქვათ, დაიხვეწა ცოდნა და მეორე გამოვლინდა, რომ მეორე სწორი, არა, ორივე სწორია. უბრალოდ ზოგი ფერმენტისთვის ერთი მუშაობს, ზოგი ფერმენტისთვის მეორე მუშაობს და ინდუცირებული შესაბამისობის მოდელი აი ამ ფიშერის მოდელს ფაქტიურად მოიცავს ფერმენტებისათვის. ეხლა როგორც გითხარით, შემადგენლობის მიხედვით, როგორც ცილები, ფერმენტებიც იყოფიან მარტივ და რთულ ფერმენტებად. ეხლა მარტივი ფერმენტები რა არის? ესენი არიან ფერმენტები, რომელთა ჰიდროლიზის შედეგად გამოიყოფა ამინომჟავები, მხოლოდ ამინომჟავები. რთული ფერმენტები ესენი არიან ფერმენტები, რომელთა ჰიდროლიზის შედეგად ამინომჟავებთან ერთად გამოიყოფა ცილოვანი კომპონენტი, რომელსაც აპოფერმენტს უწოდებენ და არაცილოვანი კომპონენტი, რომელსაც პროსთეტული ჯგუფი ეწოდება. ანუ ეს არის ჯგუფი, რომელიც კოვალენტურად არის დაკავშირებული აპოფერმენტთან, აი მაგალითად ჰემოგლობინის. სიტყვაზე ჰემოგლობინი არ არის, ვთქვათ, ჰემოგლობინი ფერმენტი არ არის, ის არის მეტალოპროტეინი, ხომ, ქრომოპროტეინი. ჩვენ გავიარეთ მხოლოდ ქრომოპროტეინები და მეტალოპროტეინები, ხომ, ამ გლობულარული ცილებიდან. მაგრამ ეს ჰემი მისი პროსთეტული ჯგუფია. იმიტომ რომ ეს არის რთული ცილა, რომლის აქვს ცილოვანი ნაწილი და არაცილოვანი ნაწილი. მაგრამ ფერმენტების შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში ეს პროსთეტული ჯგუფი ხანდახან უფუნქციოა, უბრალოდ სტრუქტურის ნაწილია. აი მაგალითად ზოგი უმეტესობა ფერმენტებისა არიან, ძალიან ბევრი არიან გლიკოპროტეინები. ძალიან ბევრ ფერმენტს აქვს რაღაცა ლიპიდური ნაწილი, ანუ ლიპოპროტეინი შეიძლება იყოს გარკვეული ნაწილი და მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ ისინი მაინც სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი არიან, ანუ ასტაბილურებენ სტრუქტურას. მაგრამ ზოგიერთი პროსთეტული ჯგუფი არის ფუნქციური, ანუ ის მონაწილეობს თვითონ რეაქციის მიმდინარეობაში. ეხლა კიდევ ერთხელ შევეკითხებით, სანამ გადავალთ შემდეგ საკითხზე, რაიმე კითხვები ხომ არა გვაქვს?
ყველაფერი გასაგებია, ხო? დიახ, გასაგებია. კარგით. ძალიან კარგი. და აი ამ ფუნქციურ ნაწილებს უწოდებენ კოფერმენტებს. პირველად შეიძლება ითქვას, რომ არსებობენ კოფაქტორები. ანუ კოფაქტორი რა არის? კოფაქტორი ეს არის დამხმარე ფერმენტის დამხმარე ფაქტორი. ანუ კოფაქტორი, ხო? კოფაქტორები არსებობენ და უმეტესად მათ უწოდებენ ხოლმე კოფაქტორებს, მეტალის იონები. აი მაგალითად ეს შეიძლება იყოს რკინა, მაგალითად ციტოქრომებში. შეიძლება ეს იყოს მაგნიუმი სხვადასხვა ფერმენტებში, თუთია, კალციუმი. აი ძალიან ბევრი შემთხვევაში ეს მეტალის იონები არიან როგორც კოფაქტორები. და მეორე ტიპი კოფაქტორების ესენი არიან კოფერმენტები. კოფერმენტები ანუ რა განსხვავებაა რეალურად კოფაქტორებსა და კოფერმენტებს შორის. კოფაქტორები უმეტესად ესენი არიან არაორგანული ელემენტები, ანუ მეტალის იონები. და კოფერმენტები ესენი არიან ორგანული დაბალმოლეკულური ორგანული ნაერთები, რომლებიც ეხმარებიან ფერმენტებს მუშაობაში. მაგრამ თავის მხრივ კოფერმენტები იყოფა კიდევ ორ ჯგუფად. ესენი არიან კოფერმენტები კოსუბსტრატები და მეორე არის კოფერმენტები პროსთეტული ჯგუფები. აი აქ ჩამოვთვალეთ ზოგიერთი მათგანი, ზოგიერთი წარმომადგენელი. ესე იგი, რა განსხვავებაა მათ შორის? რომ კოფერმენტები კოსუბსტრატები არ არიან ფერმენტთან დაკავშირებული კოვალენტურად. ანუ არ არიან მტკიცედ ფერმენტთან დაკავშირებული. ისინი ფერმენტს უკავშირდებიან კონკრეტულ მომენტში. სუსტი კავშირებით მივლენ აქტიურ ცენტრთან, აიღებენ რაღაცას და წამოვლენ. მე სხვა ფერმენტთან მივლენ, იქ დატოვებენ და წამოვლენ. ანუ ისინი შექცევადად უკავშირდებიან ფერმენტს საჭიროების და მიხედვით. ხოლო რაც შეეხება კოფერმენტებს პროსთეტულ ჯგუფებს, ისინი როგორც ნებისმიერი სხვა პროსთეტული ჯგუფი კოვალენტურად არიან დაკავშირებული ფერმენტთან. და რადგანაც კოვალენტურად არიან ფერმენტთან დაკავშირებული, ისინი არსად არ მოძრაობენ. ისინი არიან ამ მოლეკულას, ახლა ჰემი ხო არსად არ მოძრაობს ჰემოგლობინიდან. ასევე არიან ესენიც, შიგნით ზიან. და შესაბამისად მათი მოდიფიცირება შიგნითვე ხდება. და თუ მათი როგორც ფერმენტის მოდიფიცირება უნდა იყოს შექცევადი, იმიტომ რომ მან მონაწილეობა მიიღოს კიდევ ერთხელ ამ რეაქციაში და კიდევ ერთხელ, შესაბამისად აი ამ კოფერმენტ პროსთეტული ჯგუფების მოდიფიცირება შექცევადი უნდა იყოს. და ეს შექცევადობა განპირობებულია იგივე ფერმენტის მიერ. ანუ აქ თუ ფერმენტი ერთი, რომელიც ამას მოდიფიცირებას ახდენს, მეორე ფერმენტთან ეს ტოვებს ამ რაღაცას ჯგუფს, რაც მიიღო. პროსთეტული ჯგუფების შემთხვევაში ერთი და იგივე ფერმენტში ხდება მოდიფიცირებაც და ხდება უკმოდიფიცირებაც. ეხლა აი ეს არის განსხვავება. აი ეხლა განვიხედოთ თითოეული მათგანი, წარმომადგენლები. ხო, ეხლა აქ რა ჩამოვთვალეთ, ეს კოფერმენტები ძირითად შემთხვევაში არიან ვიტამინების წარმოებული. აი მაგალითად ვიტამინი B3. ეს არის წყარო, აი ამ ნადისთვის და ნადეეფისთვის. და ვიტამინი B2 არის წყარო FMN-ისთვის და FAD-ისთვის. აი კოენზიმი A და 4-ფოსფოპანტოტენი ყავს ერთი წინამორბედი, ეს არის ვიტამინი B5, პანტოტენის მჟავა. მაგრამ ერთი არის კოფერმენტი და კოფერმენტი კოსუბსტრატი და მეორე არის კოფერმენტი პროსთეტული ჯგუფი. აი ერთი და იგივე მოლეკულის წარმოებული და ორი ფუნქცია. ანუ ესე იგი მე რა მინდა გითხრათ თქვენ, რომ აი ეს არის ამათი ფუნქცია. ეხლა ჩვენ რომ განვიხილოთ თითოეული მათგანი. კითხვა ხო არა გვაქვს ამასთან დაკავშირებით? ცოტა ეს საკითხი უჭერთ ხოლმე. არა. მაგრამ თუ არა, ეხლა ნადი და ნადეები, როგორც ვთქვით, ვიტამინი B3-ის წარმოებულები არიან და რა რეაქციაში მონაწილეობენ? ესენი არიან ოქსიდორედუქტაზების კოფერმენტები. ანუ ისინი მონაწილეობენ ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. ანუ თვითონ ფერმენტი რომ არ დაიჟანგოს ან არ დგეს, ანუ თვითონ ფერმენტის მოდიფიცირება რო არ მოხდეს, აი ზუსტად ეს ნადი და ნადეები არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით.
აი, იგივე ფუნქცია აქვს ერთადერთი, რომ NADF-ი, ანუ არის ფოსფორილირებული ფორმა NAD-ის, აი აქ არის კიდე აი ამ ჰიდროქსილის ჯგუფთან არის ერთი ფოსფორმჟავას ნაშთი კიდე. ეს არის ნიკოტინამიდ დინუკლეოტიდი. ეს არის ნუკლეოტიდი, ფაქტიურად, ნუკლეოტიდი არის. ეხლა რას აკეთებს NAD-ი? რა შეუძლია NAD-ს? NAD-ს შეუძლია, რომ მიერთოს ორი წყალბადი. აი ეს პლუსი ზოგიერთ გონია ხომ ეს დადებითია. ეს არ ნიშნავს NAD დადებითი ესეთ რამე არ არსებობს. არსებობს NAD-ის აღდგენილი ფორმა, ხო დაიმახსოვროთ და NAD-ის დაჟანგული ფორმა. ეს აუცილებელი ტერმინოლოგია. ეხლა დაჟანგული NAD-ი ეს NAD პლუსი არის დაჟანგული NAD-ი. დაჟანგულ NAD-ს აი თქვენ ხედავთ აზოტთან აქვს პლუს. ეს რას ნიშნავს? რომ აი ამ აზოტს 1, 2, 3 და 4 კოვალენტური ბმა აქვს. 4 კოვალენტური ბმა აზოტს შეუძლია წარმოქმნას საერთოდ 3 კოვალენტური ბმა. მისი ვალენტობა 3-ია, მაგრამ ამ აზოტს აქვს ზე ვალენტობა. აი ეს აი აქ კოვალენტური ბმა რაც არის, ეს არ არის სტაბილური, ეს მოძრაობს. რეალურად აქ გაზიარებულია ელექტრონი აი ამ ნახშირბადთან და ამ ნახშირბადთან. ანუ ეს ქმნის გარკვეულ ესე ვთქვათ არასტაბილურობას, ეს ელექტრონი თვითონ გაუწყვილებელია. და შეუძლია აი ამ აზოტს რომ მიერთოს კიდევ ერთი ელექტრონი და გააწყვილოს ის. და ის, ანუ ელექტრონი რომელიც ესე ვთქვათ გადავიდა კიდევ ზე ორბიტალზე, ანუ მეოთხე ზე ვალენტობა გამოავლინა აზოტმა, მაგრამ შემდგომში როდესაც ერთ ელექტრონს მიერთებს, ის გაწყვილდება ამ ელექტრონთან და დასტაბილურდება. და აზოტი გვაქვს უკვე აქ სტაბილურ მდგომარეობაში. ანუ მიერთა ერთი ელექტრონი. აი აქ არსებულ ნახშირბადს შეუძლია მიერთოს ერთი წყალბადის ატომი, ანუ ერთი ელექტრონი და ერთი პროტონი, არც ერთი წყალბადის ატომი. და ნუ ელექტრონი აქ მიდის და შესაბამისად რჩება რა? კიდევ ერთი პროტონი. ამიტომაც ჩვენ როდესაც ვწერთ აღდგენილ NAD-ს, ან ვწერთ NAD-აში, ან იწერება NAD-აშ პლუს აში. ან იწერება აი ამ დაგვარად აღდგენილი NAD-ი, ან იწერება უფრო სწორი ფორმა არის NAD-აშ პლუს აში. აი ასე. ანუ აი ამას აკეთებს NAD. ეხლა რას აკეთებს? ეს რეაქცია შექცევადია. ანუ ერთმა ფერმენტმა თუ მისცა მას წყალბადები, აი მაგალითად მალა დეჰიდროგენაზი. მალატს ართმევს წყალბადს, აძლევს აი ამ NAD-ს, აღდგება NAD-ი NAD-აშამდე. მაგრამ სხვა ფერმენტი, მაგალითად NAD-აშ დეჰიდროგენაზა, ამ NAD-აშს გამოართვევს ამ წყალბადებს და მისცემს სხვა სუბსტრატს. ანუ მას ისევ დაჟანგავს, რატომ? ამან ისევ რეაქციაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. იმიტომ რომ თუ ფერმენტი არის NAD დამოკიდებული, ის NAD-ის გარეშე ვერ მუშაობს. და თუ ფერმენტი არის NAD-აშ დამოკიდებული, ის NAD-აშის გარეშე ვერ მუშაობს. ანუ ეს არის კიდე განსხვავება. ანუ მაგრამ მათი მოდიფიცირება არის ცვალებადი. ესენი არიან კოფერმენტი, კოსუბსტრატი. კიდევ ერთი განსხვავება. ეს მომავლისთვის დაიმახსოვრეთ, რომ NAD-ი ყოველთვის მონაწილეობს დაშლის რეაქციებში. და NADF-ი მონაწილეობს უმეტესად შექმნის რეაქციებში. უმეტესად შექმნის რეაქციებში ან მონაწილეობს კიდევ ანტიოქსიდანტურ სისტემაში, ანუ დამცველობით რეაქციებში. მეორე, ეს არის FAD და FMN, ვიტამინი B2-ის წარმოებულები, ერთი და იგივე სტრუქტურა აქვთ, უბრალოდ განსხვავდება მათი ნუკლეოტიდური შემადგენლობა, FAD არის ფლავინ ადენინ დინუკლეოტიდი და FMN არის ფლავინ მონონუკლეოტიდი. ეხლა FAD და FMN-ს შეუძლია რომ მიერთოს ორი წყალბადი ასევე, მაგრამ ისინი იერთებენ ორ წყალბადის ატომს. ერთი დაკავშირება ხდება ამ იზოალოქსაზინის ბირთვის აი ამ აზოტთან და მეორეს დაკავშირება ხდება მეორე აი ამ აზოტთან. და შესაბამისად ისინი იერთებენ ამიტომ ისინი გარდაექმნებიან FAD-აშორად და FMN-აშორად. აი ასეთი განსხვავება. და განსხვავება რა, რომ FAD და FMN ყოველთვის არიან, ანუ ფლავინური ნუკლეოტიდები ყოველთვის არიან ნაწილნი იმ ცილებისა, რომელთა კოფერმენტებსაც წარმოადგენენ. ანუ ისინი არიან კოფერმენტები, პროსთეტული ჯგუფები ყოველთვის. კოენზიმია და 4 ფოსფოპანთოდები. ეს ორივე კოენზიმია
და წარმოებული არიან ვიტამინი B5-ისგან, ორივე მათგანს აქვს აი ეს SH ჯგუფი, სულფიდრილის დაბოლოება, რომელიც არის აქტიური ჯგუფი. ეს მონაწილეობს, რატო ქვია კოენზიმი A, აცილური და აცეტილური ჯგუფების ტრანსპორტში. ამიტომ ქვია კოენზიმი A. კოენზიმი თვითონ კოფერმენტს ნიშნავს. კოენზიმი A, რატომ? რომ მას აი ამ SH ჯგუფის მეშვეობით შეუძლია, აი ამ გოგირდის მეშვეობით შეუძლია, რომ დაიკავშიროს აცილური ან აცეტილური ჯგუფები. განსხვავება რომ ფოსფო-4-ფოსფოპანთოტენი ეს არის კოფერმენტი პროსთეტული ჯგუფი, კოენზიმი A ეს არის კოფერმენტი კოსუბსტრატი, ანუ ის ლაბილურად უკავშირდება ფერმენტს და გარდაიქმნება და შემდგომში სხვა რეაქციაში გარდაიქმნება. კიდევ ერთი არის მნიშვნელოვანი, რომ აი ამ გოგირთან დაკავშირების შემდეგ, აცილური და აცეტილური ჯგუფების დაკავშირების შემდეგ, მათ შორის წარმოიქმნება მაკროერგული ბმა. ანუ მაკროერგული ბმა არის არა მარტო ატეებში, არამედ მაკროერგული ბმა შეიძლება იყოს აი ამ გოგირტსა და აცილურ და აცეტილურ ჯგუფებს შორის და რაც არის საფუძველი ხშირად კონკრეტული ჯგუფების გააქტიურების, რომ შემდგომში სხვა რეაქციებში მიიღონ მონაწილეობა. ანუ უფრო მაღალ ენერგეტიკულ დონეზე გადავიდნენ და წარიმართოს უკვე სპონტანური რეაქცია იმის განსხვავებით, რომ არასპონტანური რეაქცია არ იყოს. და არის კიდევ ერთი კოფერმენტი, ეს არის ლიპოის მჟავა, ლიპოამიდი. ლიპოამიდი, იმიტომ რომ ის უკავშირდება, ისიც არის კოფერმენტი კოსუბსტრატი, ამინომჟავა ლიზინს, კონკრეტული ცილის ამინომჟავა ლიზინს და ისიც მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. როგორ ნახეთ, მას აქვს ეს ორი გოგირდის ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ აღდგენ და რომელთაც შეუძლიათ დაიჟანგონ. ანუ მიერთონ წყალბადი და გასცენ წყალბადი. ანუ ეს არის მათი ლიპოამიდის ძირითადი ფუნქცია. და პირიდოქსალ ფოსფატი. ეს ხშირ შემთხვევაში არის კოფერმენტი კოსუბსტრატი, ისიც დაკავშირებულია ამინომჟავა ლიზინთან. პირიდოქსალ ფოსფატი მონაწილეობს უმეტესად ამინომჟავების მეტაბოლიზმის პროცესში და პირიდოქსალ ფოსფატი ეს არის ვიტამინი B6-ის წარმოებული, ვიტამინი B6-ის აქტიური ფორმა და ეს პირიდოქსალ ფოსფატი ასევე მონაწილეობს ზოგიერთ პროცესში, როდესაც ხდება ნახშირწყლების გარდაქმნა. და ბიოტინი. ბიოტინი არის ვიტამინი A-ში, თვითონ ვიტამინი A-ში, რომელიც არის ისევ კოფერმენტი პროსთეტიული ჯგუფი. ის შედის ისეთი ფერმენტების შემადგენლობაში, როგორც არიან კარბოქსილაზები, ანუ ფერმენტები, რომლებიც ახორციელებენ კარბოქსილის ჯგუფის მიერთებას კონკრეტულ სუბსტრატისადმი. აი ეს არის რეაქცია, როდესაც ხდება მაგალითად აცეტილის ნაშთის კარბოქსილირება. აი ერთ-ერთი რეაქცია, ანუ ბიოტინი ყოველთვის მონაწილეობს კარბოქსილირების რეაქციაში. პირიდოქსალ ფოსფატი მონაწილეობს დეზამინირების რეაქციაში, დეკარბოქსილირების რეაქციაში, ტრანსამინირების რეაქციაში და ასე შემდეგ. და მე ვფიქრობ დღეისათვის ეს იყო სულ რაც მინდოდა რომ თქვენთვის მეთქვა. ესე იგი ფერმენტები მათი კლასიფიკაცია, ის დეტალები, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება, ცილების დენატურაცია, რენატურაცია გთხოვთ რომ ეს გაიხსენოთ და ისწავლოთ და ხო ეს შევა ცილების დენატურაცია, რენატურაცია ეს შევა კოლოკვიუმში, მინდა გითხრათ და როგორ მუშაობს, ანუ ფერმენტული რეაქციის მიმდინარეობა როგორ არის, რა არის აქტიური ცენტრი, რა და რა მოდელები არის ფერმენტ სუბსტრატული კომპლექსის ჩამოყალიბების და კოფერმენტები, მათი ტიპები და როგორ მუშაობენ ისინი.